მშრალი ინფორმაციით შემოიფარგლა და სიკვდილის მიზეზად წინასწარი მონაცემებით გულსიხს დახვდა მწვავე უკმარისობა დაასახელა. მინდა განგიმარტოთ, რომ გულსის ძაღლთა დაავადება აწუხებდა, ეს არის აბსურდული განცხადება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თქვენ უკვე რეალურად გაიგებთ აი ამ ავადმყოფთა სიკვდილის მიზეზს და კიდევ ერთი ტენდენცია არის სამწუხაროდ, მე არ ვიცი ეს იუსტიციის სამინისტროს მომუშავე ექიმების უკიდურესად დაბალი კვალიფიკაციის გამოა თუ ხელოვნურად ხდება აი ამ ინფორმაციის შეცვლა, როდესაც პატიმარი იღუპება, მოკვდება, უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ საიტზე მაგალითად იუსტიციის სამინისტროს საიტზე ქვეყნდება ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა გულსის ძაღლთა მწვავე უკმარისობით, რაც თქმა უნდა არარეალურია. ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ საჯელახსრულების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული სიკვდილის მიზეზი გაყალბებული იყო. 2020 წლის აპრილში დაიჭირეს, დააკავეს. რისის დააკავეს ესეც არ ვიცით წესიერად. აი რისის დააკავეს და რისის მოხდა იქ, ესეც არ ვიცით. მე რამდენიმე ხანი იზიდას სასამართლო არ ჩატარებია არაფერი, არ განაჩენი გამოუდანიათ არაფერი. თეიმურაზ ფხალაძის ოჯახმა დღემდე ვერ გაიგო შვილის გარდაცვალების მიზეზი, რომელიც მათი თქმით სრულიად ჯანმრთელი იყო. არავის არ გაუგიდებია შეძის, რომ იცოდათ არისო და მიხედეთ და დაეპატრონეთო. აი ხო შეიძლება რომ დაერეკათ და ეთქვათ, რომ ასეთი მდგომარეობა არის, ბავშვი არის ცუდად და მიხედეთ. ან წამალში მოგზავნიდით ან რაღაც. არავის არაფერი არ გიმასუქნია. უბრალოდ მე თქვენს სობილის საგახსნა რითი გარდაიცვალა? არ ვიცით არაფერი, რითი არის დაღუპული. თუმცა ციხეში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობას საგანგაშოდ არ მიიჩნევდა იუსტიციის ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი. ქალბატონმა ეკა ტყეშელაშვილმა გააკეთა გასაოცარი განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ წელს სიკვდილიანობამ იკლო და მან გამოიყვანა პროცენტული მაჩვენებელი, თითქოს წელს არის 0.18%, მაშინ როცა წინა წლებში იყო გაცილებით მაღალი 0.55, 0.6 ზოგჯერ. ანუ 1000 კაცზე თუ წინა წლებში კვდებოდა 5-6 ადამიანი, წელს კვდება თითქოს 3-4 ადამიანი, რაც რასაკვირველია, არ არის სწორი და ციფრებით არასწორი მანიპულირების შედეგია, შეიძლება შეუგნებლად. სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროს სიკვდილიანობის მაჩვენებლის დამალოშიც ადანაშაულებს. მეტიც სახელმწიფომ ოფიციალურად მოითხოვა, როდესაც სახელმწიფოს მიერ გაეროს როდესაც სახელმწიფომ წარადგინა თავისი მოხსენება გაეროსში სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა კომიტეტში, უფლებათა პაქტის მოთხოვნები როგორ სრულდება, იქ საერთოდ მაისის მონაცემები ჩაიწერა და მაისის მონაცემებით გარდაცვლილი იყო თვალსაჩინო 51 ადამიანი და შესაბამისად 0.24% იყო საშუალო სიკვდილიანობა, ანუ 1000 კაცზე ეს იყო 2.4 კაცი კვდებოდა თითქოს წლის განმავლობაში და ეს იყო საოცარი გაუმჯობესება წინა წლებთან შედარებით, ეს არის წვილი. ქვეყნის საპატიმროებში არსებულ საგანგაშო ვითარებას მხოლოდ სახალხო დამცველი არ აპროტესტებს. ევროპის საერთაშორისო წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წარმომადგენლობის შეფასებით თავისუფლების აღკვეთის პირობები, რომელშიც იმყოფება მეხუთე საპყრობილეში მყოფი პატიმართა დიდი ნაწილი, წარმოადგენს არაადამიანო და დამამცირებელ მოპყრობას და არის ცივილიზებული საზოგადოების შეურაცხყოფა. კომიტეტი კონკრეტულ ფაქტებზე უთითებს მდგომარეობაზე, მათ შორის მეხუთე საპყრობილესთან დაკავშირებით კომიტეტი პირდაპირ უთითებს, რომ იქ არსებული მდგომარეობა არის არაადამიანური და წესების შემოსავალი მდგომარეობა. კომიტეტი სწორედაც რომ უდგება პრობლემას საპატიმროებში არსებული რაოდენობის პატიმრების შემდეგი სახით კომიტეტი უთითებს იმის თაობაზე, რომ პრობლემა მდგომარეობს პოლიტიკაში, სისხლთანამართის პოლიტიკაში, მასაჯულებაში და საქციების გამოყენებაში. უაღრესად კაცრი საქციების გამოყენებაში და არა მხოლოდ შემთხვევაში დანაშაულთა რაოდენობის ზრდაში. საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მწვავე შეფასებების შემდეგ თბილისის მეხუთე იზოლატორი გაუქმდა და პატიმრები ახალ ციხეში გადაიყვანეს. მას შემდეგ რაც მეხუთე იზოლატორი დაინგრა, მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა საპატიმროებში არსებული პირობები საერთაშორისო ნორმებისგან ჯერად შორს არის. პირველ რიგში უნდა შეიცვალოს პოლიტიკა და უნდა გამოვლინდეს პოლიტიკური ნება, რომ ყველა ადამიანი და ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლეთა ჯანმრთელობის უფლება, მათ შორის პატიმარსაც. პატიმარი იხდის სასილს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, თუ ის მის ჭილია, ან იმ სავარაუდო დანაშაულის გამო, რომელიც შეიძლება მან ჩაიდინა, თუ ის ჯერ არ არის მის ჭილი, მაგრამ მას აქვს სიცოცხლის უფლება, მას აქვს ვირუსული არსებობის უფლება, მას აქვს უფლება თავისუფალი იყოს წამებისგან, მას აქვს ჯანმრთელობის უფლება და ეს უფლებები სახელმწიფომ არ უნდა შეულახოს. 28 წლის რომან მარგველანი 2006 წლის 20 თებერვალს საპყრობილეში არასწორი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა.
კოდორის ხეობის მკვიდრი ბატალიონ მონადირის ყოფილი წევრი 2005 წლის აგვისტოს მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. ჩვენი ძალაუნები რო შევიდნენ, მეორე დღეს თუ მესამე დღეს ეგრევე თავისი იარაღი წაუღია, ჩაუტანია, სადაც ეს ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხალხი, ვინც უფროსობა ვინც იყო და დავიდო და მას ქნა, აგერია ჩემი იარაღიო, მაგერო თუ რაიმეო სამართალმა გაარკვიოს სასამართლო ყველაფერიო და გამოძიებაო, ძიება წავიდესო და მეო მოწინები მყავსო, რომ მე საღამოს ვიყავი ქორწილშიო და წაიყვანეს, ჩამოიყვანეს ზუგდიდში. ფინანსური პრობლემების გამო მარგულანის ოჯახმა ადვოკატის დაქირავება მხოლოდ 2 თვით შეძლო. ამ ბადის გასვლის შემდეგ კი ზუგდიდის საპატიმროდან მის შესახებ ინფორმაციას ვეღარ იგებდნენ. ძიება კი გრძელდებოდა. მე როცა ადვოკატს ორდერი დაუმთავრდა, მე ხო ვეღარ შედიოდა, აქ იყო რაღაც შუალედი ეტყობა და მაშინ იყო იქ ზეწოლა რაღაც, არ ვიცი რა ზეწოლაზე აქ ლაპარაკი. შეიძლება მე ვფიქრობ, რომ როგორც იქაური ხალხებნილებზე ხო იყვნენ იქ ახლა გამოცხადებული იყო ძიება იმ ზეწოლაზე გამოცხადებული იყო მეორე ბიჭებზე რაღაც. შეიძლება იყო კიდე რომ შეიძლება იცის რამე ამანაც. რაღაც ესეთი პირობებია მე მგონი იქ შექმნილი სპეციალურად შექმნილი პირობებია თუ ეს ტანკივით ვაჟკაცი ჯანმრთელი ასეთ ყველა უბრალოდ 3 თვეში და 4 თვეში არავინ არ ყრება. დაპატიმრებიდან 6 თვის შემდეგ მარგულანი უმძიმეს მდგომარეობაში ზუგდიდიდან თბილისში ციხის საავადმყოფოში გადმოიყვანეს. სახალხო დამცველის აპარატმა უკვე პატიმრის სიკვდილის შემდეგ შეისწავლა მისი ავადმყოფობის ისტორია. გარდაცვლილი პაციენტის მარგველიანის საქმე, როდესაც ეს იყო უკვე არსებობს სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წინასწარი დასკვნაც, რომ აქ იკვეთება საექიმო მთელი რიგი გადაცდომები, როდესაც ერთი პროფილის იყო ავადმყოფი მკურნალობს და მეორე პროფილის სპეციალისტი, საბოლოოდ მესამეთი დაიღუპა, რასაც ადასტურებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. როგორც გაირკვა პატიმარი მარგულანი, რომელსაც ციხეში თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ძლიერი ფსიქოტროპული წამლებით მკურნალობდნენ, ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ლიანად თავიდან ბოლომდე ჩამპალი იყო კაცი. ან თლიანად ჯირკვლებით იყო საერთო შეგება. სრულიად ჯანმრთელი თავის სიცოცხლეში ნემსი არ ქონდა გაკეთებული. და ტუდი დაუდგინა მე დღესელა და 15 დღეს მერეც რომ მოხვალო და მართლაც ექსპერტიზის დასკვნარი რომ ტუბერკულოზით არის გადაცვლილი. ლევან ლაბაურის თქმით, საჯელახსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მომუშავე ექიმების დაბალ კვალიფიცირებას მრავალი პატიმარი ეწირება. იქ მუშაობენ ექიმები, რომელსაც საერთოდ არ გააჩნიათ არც ერთ დარგში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი. აი ეს ამგვარ. თუმცა ამას უკვე კანონი ესე არ განიხილავს. არა აქვს მნიშვნელობა, გინც საერთოდ არ კონდეს, გინც სხვა დარგის კონდეს. თავარია იმ პროფილთან მიმართებაში, რომელი პროფილის ავადმყოფსაც შემკურნალობ, უნდა კონდეს შესაბამისი უფლება ამის. მარგულანის გარდაცვალების ფაქტზე სახალხო დამცველმა სამედიცინო დოკუმენტაცია გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა. თუმცა ამ საქმეზე, როგორც სხვა უამრავ ანალოგიურ საქმეზე, რეაგირება არ ყოფილა. მით უმეტეს როდესაც შევისწავლით კონკრეტულ საქმეს, იგივე მარგველიანის საქმე თუ უამრავი სხვა საქმე, სადაც ჩანს, რომ ეს ადამიანები გადარჩებოდნენ სიკვდილს, რომ ყოფილიყო ელემენტარული ყურადღება და რაღაცა ელემენტარული პროფესიონალიზმი იქიმების, აქ უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ძალიან შემაშფოთებელ დამოკიდებულებაზე და არა მხოლოდ სტატისტიკაზე. ნიშანდობლივია, რომ ჩვენი მცდელობის მიუხედავად ოფიციალური კომენტარი ვერ მოვიპოვეთ. ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა, ასევე საჯელახსრულების დეპარტამენტმა ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა საჭირო დარჩათვალა. დამნაშავეც რო ყოფილიყო, ძირთ არ იყო დამნაშავეც რო ყოფილიყო, მაინც სიცოცხლის გამოსავლების უფლება არ ქონდათ. უნდა მიეხედათ, ევალებათ, რომ დამნაშავე იქნება პატიმარი თუ არ იქნება დამნაშავე, მიხედვა მაგათი საქმეა, სიცოცხლეს არ უნდა გამოასალმონ. აი ეს არის.